სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები კვლავ თქვენთან ერთად არის. მივესალმები ბატონ გიორგის და ვიწყებთ ახალ ეპიზოდს. და ახალი ეპიზოდის შესავალი მე უნდა ვთქვა ხო? შენ არის რაზე. დიახ. მოგლეთ. დანია არ დაგვიშლია დიდი ხანია და წამოვიღე საკისრებზე დანა და საკისრებიანი დანა და პლუს დაბალ დეტენტი. აი ხანი არ გავაფუჭები არაფერი და გავაფუჭებ ვაგერა, ხო? და დავშლით თქვენთან ერთად და ავაწყობთ, შევეცდებით აწყობას და დაბალ დეტენტი ვერონეურონი წამოვიდა. რა საინტერესოა. ხო, და ვისაუბროთ კერამიკაზე, კერამიკულ დეტენტებზე, კერამიკულ საკისარზეც, მე მგონია რომ რაღაც ცოტა ინფორმატიული იქნება. ოღონდ სანამ აქამდე გადავალ, ცოტა აქეთ-იქით მინდა რომ ვიბოდიალო. მიბოდიალოთ მიდი, დავიწყოთ. მოდი, ერთს ვიტყვი, რომ ბევრი ელოდება დეტალებს სასამართლოზე და მე არ ვიცოდი, მოკლედ ძალიან იწელება დადგენილება და მე არ მინდა ეხა წინასწარ კი მოვიგე, რასაც მე დავებოდნე, ყველაფერი მოვიგე, მაგრამ ნუ რა ჩაიწერება, ალბათ მაინც ეგ არის გადამწყვეტი. თავარი ის ხო არ იყო რომ მე მომეგო, თორე ეგრე 7 ჯანი მაქვს მე, მაგრამ თავარი არის ის რომ რაღაცა ხელმოსაჭიდი კარგი გქონდეს ისეთი, რაც მე გამოგვადგება სიტუაციის შეცვლაში. ასე რომ ველოდები დადგენილებას პლუს საკონსტიტუციო სასამართლოში ალბათ სექტემბრამდე შევიტანთ. ამ თვის ბოლოს მზად იქნება, ივლისის ბოლოს. და დანარჩენი ძალიან კარგი საკონსტიტუციოსაც კარგად მზად ვართ. ისეთი მსუყე რაღაცეები გვაქვს, რომელმაც აი ამდენი წელი მიშა ყველაფერმა შედეგი გამოიყო ამ დასკვნება, ამ ურთიერთ რაღაც საწინააღმდეგო რაღაცეებმა და მოდი აი ან ნაშრომს რომ მოაქვს ასე ვთქვათ, მე შედეგი. ხო და მოდი მაგაზე სამასაც გაგიზიარებთ, ესეთი გამოგვადგება. ძალიან ბევრს ვეძებდი, ესეთი რაღაც აღმოაჩინე კიდევ რომ ალბათ სპეციალურად არის გაკეთებული, რომ ადამიანებმა ვერ ნახონ სასამართლო გადაწყვეტილებები. მე ესეთი შთაბეჭდილება დამჭა ყოველ შემთხვევაში რა რომ ვერ პოულობ რა არის ვისი რა არის იმიტომ რომ ვერაფერს საძიებო სისტემა არ მუშაობს და უზენაეს სასამართლოს დადგენილებებს შედარებით პოულობ რაღაც ცოტას და აი რამდენი ადამიანი არის თქვა ცივი რაღაც დაჯარიმებული რაღაც სასამართლო ყოფილა და ერთი ვიპოვე მარტო ერთი ვიპოვე და ვიპოვე საინტერესო მიშა და გაგიზიარებთ ამას ну, საქმის რომელიც ვისაც გაინტერესებს, საქმის რომელსაც გადახერთ, ახლა ეს საჯარო ინფორმაცია არის, დეპერსონიზირებული ალბათ, რომ რამდენად სწორად ვიწახი, სადაც ნუ დამალულია ყველანაირი დეტალები. ხო, მაგრამ ნუ დანარჩენი დეტალები შეგიძლიათ გაეცნოთ. ხო და იცი რა არის საინტერესო მიშა. მე ვიდეოში თქვი მე მგონი რაღაცას ვისაუბრებ, უბრალოდ აქ ცოტა მინდა განვავრცო. ადრე ხშირად მithქონს მე რა და ისე ვიძახთი ხოლმე, ჩვენ სიუგლე ადამიანები შეიძლება ვიქტორ ნოქსის გამო ისხდნენ ციხეში. და ეს არის დადგენილება რომ ადამიანი ციხეში ზის ვიქტორ ნოქსის გამო ციხეში ზის და იბრძვის რა რომ გამოვიდეს რა როგორია ვიქტორ ნოქსის გამო რომ ციხეში ზიხარ მიშადო და კაი ხანი იჯდა და ასაჩივრებდა და ბოლოს იქამდე მივიდა რომ ეს პროკურორიც რანერი უნდა იყო პროკურორი რომ მოიგებ ქვედას და გისაჩივრებს რომ არაო შენ არ უნდა გამოხვიდეო რა და კიდე მაგის გამო კიდე რო იწელება და მე უზენაეს სასამართლოში თუ რომელია ახლა ვერ უკვე ხო უზენაეს სასამართლო არის მივიდა იქამდე რომ ექსპერტები დაეტაკნენ ერთმანეთს და ამ ჩვენს მეგობარს მოკლედ ძალიან გაუმართლა იმიტომ რომ მევანიშდა მოდი მაგას მე არ ვიტყვი მაგრამ ჩემი აზრით მე აქ ყველას ვიცნობ რა ეხლა ინიციალებით ხვდები რა დკ და ლმ რა და ის არის ჟამფურა არა სხვა არის აქ არის სხვა სექტემბერში შევხვდები მე ახლა ამას ჩემი აზრით რა ხა ინიციალებით ახლა სხვა ბევრი ვიცი რა და სხვა ესეთი ინიციალები არავის არ აქვს და მოკლედ დკ ამტკიცებს რომ ესო ცივიაო და ლმ ამტკიცებს რომ არ არისო რა აი წარმოგიდგენია რომ აი ლმსაც რო ეთქვა რომ ესო ცივიაო აი ჰაერზე ხო ლაპარაკობენ საერთოდ და რო ეთქვა ლმ ცივიაო მეტი ვეღარ გაასაჩივრებდა ეს ადამიანი ხო უნდა მჯდარიყო და მე 100%-იანი დარწმუნებული ვარ, ვისაც გაგიგიათ რაიმე შემთხვევები, იცით საქმეები გაგვიზიარეთ რა, რომ ეს ყველაფერი გამოგვადგება, მე დარწმუნებული ვარ ბევრია. უბრალოდ ვერ ავპოულობთ ამ საქმეებს. მე რასაც მოვიძიებ, ყველაფერს გაგიზიარებთ რა და საინტერესო იცი რა არის? აქ აი ამდენი ხანია მიდის დავა, რომ რა არის, როგორ არის და ერთი ესეთი საინტერესო რაღაცა წერია ამაცადე. აი მოწმე ლმ ამტკიცებს აი განმარტება აქამდე ხოლმე სულ რაღაცა ისეთი ქონა ხოლმე რა აქ მოუწია ჩვენების მიცემა და ნახე როგორი განმარტება მოხდა აუცილებლად გამოგვადგება მეგობრებო რომ წარმოქმნილი სტანდარტული ქარხნული წესით დამზადებული დასაკეთი კონსტრუქციის მრავალფუნქციური სახსრული გამოყენება მოძრავი სეგმენტი და ის ტურისტული დანა მიშა ტურისტული დანა
განზოგადებით არ წარმოადგენს ცივი არახს. და ასევე კომისია იყო, რაღაცეები იყო ისა და მოკლედ აქ მსჯელობა მიდის იმ შინაარსზე, რატო არ არის. და შეხვდები რომ ეს განმარტება ახლა ეს შინაარსის გამოგვადგება ძალიან ბევრ რამეში. მე რამდენი უშინაარსო დასკვნა მაქვს. კი ბატონო. კი ბატონო. ეხლა რეებსაც წერენ. ვიქტორ ნუქსე რო წერენ რა, ცივი რო გახდა, ეს ხო მაგასაც ეხება. ხო და საქმეზე რომ მიდგება მეგობრებო, ამებზე ყველგან სადაც საჭიროა ვილაპარაკებთ. მოგეკითხებათ. ხო, ახლა ეს არის მოწმის ჩვენება არის ფიცის ქვეშ, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება რა ამისა და მაგაზე ვიმსჯელებთ თუ რატო არის პლოცკო. რომელი წელია უბრალოდ რო თქვა 21, ხო? 21 წელი არის, არც ისე შორეული მიშა. არც ისე შორეული და იმიტომ რომ ვინმე მართქვას რომ რაღაცა ძველი იმას იწაძიან. არა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, კანონი არ შეცვლილა, რავი, 2013-ში შეიცვალა კანონი, აიგრძალა უბრალოდ ცივი ტარება, მეტი არაფერი არ შეცვლილა და ეხლაც იგივე ის არის რა, იქ მარტო სანქციები გამკაცრდა მიშა 22-ში და ეხლა რეგლამენტი გაიწერა, მეტი არაფერი არ შეცვლილა, კანონი იგივე არის 2013-დან მოყოლებული. ძვირფასო გამომწერებო და ძვირფასო პოლიციელებო რა, ძალიან მოუხშირეთ ჩემ გაჩერებებს ამ ბოლო დროს. დავანებოთ თავი. ხო და მე ესე მგონია რა, მე ძალიან ბევრი მაგარ პოლიციელს ვიცნობ მიშა რა და მეც ვიცნობ. აი სურო იცოდე რომ ცივი არაღია ვიქტორინოქსზე რომ აჯარიმებ ადამიანს და მე ის პროკურორი რომ მიყვება რომ არ იქა და უნდა ისდე ციხეში მაგას მე მგონია რომ ეხლა მე რო ვარ თქვა ყველანი ხვდებით მაგ საქციელს რა ქვია ანუ იცი რის თქმა მინდა ლუდის დალევაზე საჯარო სივრცეში არის ჯარიმა ნამდვილად ხო არ აჯარიმებ ყველას ეხლა თუ თავზე არ გადავა და ყირაზე არ დადგება ხო არ იყენებ მაგას ხო იმიტომ რომ ცხოვრობთ ხო შემოვიდა ეგ კანონი ხო რომ დაგვერიე მაგრად მახსოვს ალექსანდროვის ქვედა ბაღში ხელში მეჭირა რაღაცა უწვენი რა ანუ არა ყავ როგორ მორბოდა იცი ხო ბიჭო რა გჭირთ რა არის ეგ კანონი რომ შემოვიდა მაშინ ვიყავ ვაზის უბანში რა და იქ რჩება დასახლება მე რაღაცა გამდენი კილომეტრს მე თბილისში ზღვა არის ბიჭო წარმოგიდგენი ანუ ბოლოში იქა და ხალხი არ სვავდა ლუც ეზოში არ სვავდა იცი რა ხელა მაგიდები რაღაცა ხალხი ხო რა უბედურება არის და გადაიარა რა. ეხლა მე მგონია რომ ეს დანაფობია გადაივლის აუცილებლად როგორც იმ ლუდის თემამ გადაიარა. მაგრამ აი ეს აქციელი ვინც გააკეთა, ეს აქციელი დარჩება რა და ცხოვრების ბოლომდე იქნება რომ განაკეთები გაქვთ და მაგას ექნება ეგ სახელი. დანარჩენი რა ვიცი ეხლა საკონსტიტუციოც იქნება, ყველაფერი იქნება და მე მგონია რომ მოწესრიგდება რა ყველაფერი. ხო, კიდე იცი რა მინდა მიშა თქვა. ცოტა გულდაწყვეტილი ვარ, აი წარმოგიდგინე ამ თემაში რამდენი მაქვს ნანახი და რამდენიმე გაცხრება მქონია. კი, ბევრი. ძალიან ბევრი. აი რაღაცა კარაქის დანაზე რო ავიღე და პომიდორის და რაღაცა სისურე პატარა ვიქტორინოს და რაღაცები და ეს ბოლო რამდენიმე დღე მქონდა, აი ალბათ შეიძლება მაგათზე ყველაზე მეტი იმედ გაცხრება და გეტყვი რატო. მე მივაგენი იმ ყველაფერს, საიდანაც ეს ყველაფერი მოდის. და აი ეს განკუთვნილი ზიანის მისაყენებლად, აი ეს აიქ რო წერია ცივი არაღის რაღაცა კლასიკური ნიმუში და რაღაცა ტერმინებს რო იყენებენ, რაღაცა კომპლექსი ცივი არაღის და ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი მოდის მიშა საბჭოთა კავშირიდან. ოღონდ წელი წიგნები არის. ეგ წიგნები ჩამომივა, აუცილებლად წავიკითხავ, სასამართლომდე მოესწრება 1 სექტემბრამდე ის და მაგაზე მოგვიწევს საუბარი, რომ იცოდეთ ლმ-სთანაც, დკ-სთანაც. იცი რა მხოლოდ ნაშრომები აქვთ ადამიანებს. კი. აუ, სერიოზული ნაშრომები აქვთ ადამიანებს დაწერილი. და ესენი ადგენენ და თავისთვის საჭიროებებს დაიკითხეს. საჭიროც არ ვიცი, აი ბიბლიიდან რო კბილის წილა მოიღო. ხო, მარტო. და მარტო ეგ გამოიღო და ხო, ილაპარაკო რომ ეს არის ქრისტიანობა. ანუ აი ამდენი ნაშრომი არის მიშა. აი სერიოზული თემა ყოფილა ეს კრიმინალისტიკური აი ეს მიმართულება. ცივი არაღის კვლევა, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ამის და სერიოზული ნაშრომები აქვს ადამიანებს დაწერილი და ის მეშამფურე წარმოიდგინე რა. ხო, ეს ადამიანები ეს ნაშრომები რო აქვთ, იყვნენ ჩვეულებრივი კრიმინალისტები იყვნენ მიშა და იძიებდნენ წიგნები დაწერეს. ხო, ისე ჩაეძიენ, გამოიკულიეს და იქიდან მე მივიდნენ დღევანდელ რუსულ კანონამდე, რომ ვიძახეთ, რომ როგორი დახვეწილი და რაღაც სრულყოფილი კანონი აქვთ, იმიტომ რომ ყველაფერი იქიდან მომდინარეობს და ჩვენთან 27 წელი იყო ეს რო დამაჯა, ახლა ალბათ 30 ექნებოდა, რომ ხო, მე შამპურე და ისა
რა იყო ისა? სამარცხვინოაც. სამარცხვინო. ისე რომ ადამიანი ხომ მოსმენილი მაქვს საკუთარ პროფესიაში ამდენი წელი რო ხარ და ორ სიტყვას რო ვერ აბავწეს იერად და მანქი ყობა უკვე ყველაფერი. გული დამწყდა, აი დონე დავინახე. ხვდები, დონე დავინახე. რო თავს უყადრებ იმას დაჟე იმას. რომ სად არის ეს თემა და რამხელა რაღაცას წყვეც, რომ ვინ მიდის ციხეში, ვინ არ მიდის ციხეში, აი რამხელა თემები და დრო დავინახე, რამდენად დაბალი დონე არის და დანა დავშალოთ კი. დანა დავშალოთ. მაგაზე ჩამომივა მე ისინი და გაგიზიარებ საიდან არის გამოთარგმნილი ის 1974 წლის პრეზიდიუმის დადგენილება რო იყო სხდომაზე რომ მოიღეს და მე ის რამდენიმე ტერმინი 14-ში ხრუშოვი იყო. ეგ არ ვიცი. და ის რამდენიმე ტერმინი რაც გადმოიღეს დრეკადობა და რაღაცები იქ იმხელა სფეროარი და იმხელა კვლევები არის. და მაგაზე გიორგი რო იწყებს ლაპარაკს მე ხამე აღარ მძინავს ხოლმე სერიოზულად განვიცდი ხოლმე იმენა რა დღეში ვარ. მიშა ო სანამ გავხსნი მიშა კარგად გამოვცადე ჩვენი ალპაკას შანთები და ძალიან მაგარი კმაყოფილი ვარ. ძალიან მომწონს დღეს რაღაცები ვიყიდე ჩვენთან მაგარი. ეს მოდელი მოვირგე მე მაგრად. მე სხვას უყურებდი, მაგრამ მეც მომწონს ეს. გეტყვი ახლა, ნუ ალბათ დაგვრცინებ რა ისეთ რაღაცებს დავატარებ, მაგრამ მიყვარს რა თუ მიმძიმება ხოლმე ამოვიღებ ხოლმე. მოკლედ, ძალიან მომწონს აი ეს მაგნიზე. ხო. აუ თავისი დაფერი ამოვარდება. მიდევს სავარცხელი მიშა, მიდევს ხელსახოცები, სტანდარტულად რო უცებ ამოვიღო ხოლმე და გამოვიყენო და მიდევს პატარა ფანარი მიდევს კიდე. რომელსაც კიდევ საკეთ ფანარია ყველა. ფანარი ეს ხო, ეს ერთი ხო და ეს ცოტა ძლიერი ფანარი თუ ჭირდება, აი სადღაც ამოვიღო. ეს, ნუ ეს ფანარი მიყვარს მე რა, რომ თავისი ულტრაისფერი აქვს, ლაზერი აქვს და კაი ნათებები აქვს. ხო, ძალიან კომფორტულად იდება აი ამ ჯიბეში, ისე რომ იკეტება კომფორტულად. ძალიან მომწონს რომ სადა არის რა და ბრენდი არ აწერია და არაფერი არ აწერია და საერთოდ არ გჭირდება რომ რაღაცა ვინმეს რაღაცა დაანახო რა შეიძლება ხო იცი რა ბრენდია. კაი, აქ აი ეს ძალიან კომფორტულად იხსნება. ეს გასაღებები, მაგნიტი გასაღები, ყველაფერი და აქ შიგნითაც ძალიან ტევადი არის და ესე ძალიან მომწონს. ამ პატარა ჩანთაში ეს მომწონს რომ ესენი ძალიან აი ესე ტრიალებს და ძალიან კომფორტულად გერგება, მოხსნა არ დამჭიროებია ჯერ, მაგრამ მოხსნაც ესეც ძალიან მაგარია რომ რაღაც საინტერესოდ კეთდება და იხსნება. ამ პატარა რაღაცაში მიშა. თეთა რამდენი რამე აუწევს. ხო, ყველაფერი მოიღო. მიდი რა, მართლა რომ აი რამდენი რაღაცა Power bank-ი. Power bank-ი. ვატარებ, მიყვარს power bank-ი. საწერი კალამი ტიტანის გვაქვს. საჭირო რაღაცა წარსადგენად იქ რო შემხდებიან რაღაცა დასკვნები აღარ დამაქვს, იმიტომ რომ ნუ ჯერჯერობით აღარ მჭირდება დასკვნები, თუმცა ეგეც ეტევა. და ნუ ხელოსანი კაცი ვარ და მიყვარს ეს პატარა რაღაცები მიყვარს და ეს ლეგენდა რა. ხო და ნუ აგერ დანაც არის ჩვენი მოდელი გმირი რომ დავშალოთ. კი ბატონო. მართლა ძალიან მაგარი და კიდე რაღაცა ჩააწერო. მაგრად მიყვარს. კი, სამგზავროდ ძალიან კარგი არის რა. აქამდე უფრო დიდი მქონდა ჩანთარა და დავაპატარავ, იმიტომ რომ ამჭირდებოდა. ერთადერთი ვერ ვატევ ხოლმე საბუთების შატევა ცოტა თუ არ დაუკეცე რა, რაღაცა დასკვნა არის, მაგრამ ნუ მაგას მოუხერხე რომ ვთქვათ, მოპეჩი ვდებ ხოლმე. აღარ მიღირს მაგის. ძალიან კაია, მივაქციოთ ყურადღება ალპაკას. ხო, ნუ ეს არ ვიცი ამაზე ვისაუბრია თუ არა, ვისაც გიყვარს მსგავსი რაღაცეები, იცოდეთ რომ არის უმაგრესი EDC ხელსაწყო. აი რაც უნდა ძალად დაატანო, მიშა, რაც უნდა სათამაშოზე ღერდე ჩანდეს, ანუ სერიოზული ხარისხის ინსტრუმენტია, რომელსაც ვერაფერს ვერ გაუფუჭებ რა, ძალიან მაღალი დონე არის რა და აკეთებს უამრავ რაღაცას. აი, წარმოგიდგენია ამას რამხელა რაღაცა შეგიძლია აი ჩაეჭიდო და ბევრ ამაში მადგება ხოლმე ეს ძალიან. იქ ვიყავით. სად ვიყავი? ქუთაისში და მეგობარს კარი ჩაეკეტა. კარი ჩაეკეტა და ამით მოხსენე ისა? აი, ყველა მეგობრები დამცინე ხოლმე ამით რომ დავდივარ. და ვერავინ ვერ გახსნა კარი და ხო იცი 30 წელი ვატარებ რაღაცას და აი რომ დაგჭირდა და გამოდგა და აი ეს ახლა იყო ეს მომენტი რომ როგორ გაუსწორდებოდა წარმოვიდგენია ეს და ჩემი კლუჩებიც. კი, ნამდვილად კაი რაღაცეები აქვს გიორგის ვადასტურებ. კაი, ეს კნიპექსი მოკლედ ეს მაგრად მიყვარს რა, ეს ძალიან მაგარი ინსტრუმენტი არის. მე პირველად ვნახე ოღონდ რომ იცი. ეს ეს ძალიან მაგარი ტიპი არის. ამაზე პატარაც აქვთ. მაგრამ ჩანთაში ეტევა კომფორტულად მძიმე არ არის და ამას ძალიან ბევრ ძალას ვატარ მიშა. აი იცი როგორი ხარისხია? აი ტრუბაზე რო აიღო და ამათი აი ესე გვერდულ ესე რომ მაგნა ჩაჭიდო, რო გაზარდო, არ გადმოტრიალდება, დაეკიდები, გაუძლებს და არაფერი არ მოუვა. აი უმაღლესი ხარისხია. კაი, და მოკლედ
დავშალოთ ვერონეურონი მაშინ, რომ შევხედოთ რა არის საკისრები და მოდი საკისრებზე მოდი რომ დავში კიდევ საკისრი და საყელურიზე ალბათ ისევ შევადაროთ. შევადაროთ საუბარში. შევადაროთ. კაი და მოკლედ ჩემი პატარა ტრიშუტკა. მიყვარს მოგიხმარ. აი ეს წარმოიდგინე, აი იგივე ინსტრუმენტს რო პირში გიკეთებენ. აი ეგ არის და ზუსტად და კბილებს ესე მიკეთებდნენ და ეს მაგრამ ეს მოდა შენ მახსენდებოდი და კაროჩე გადახვევისთვის მოკლედ სტომატოლოგიურ ამბებს უყვები სტომატოლოგთან იყო მიხეილი. კაი, მოკლედ დავშალოთ ჩვენი ვერონეურონი 2 ცალ ვინტზე არის სულ აწყობილი და მე მიყვარს დანები როცა 2 ცალ ვინტზე არის კრესრების რაღაც მოდელები არის ხოლმე 2 ცალ ვინტზე ეგეც მიყვარს. მოკლედ ამ შემთხვევაში კლიპსა ვინტი არ აქვს და შიგნიდან აი მთლიანი გამჭოლი ნახრიტი აქვს და კლიპსათი არის დაჭერილი. ანუ ვინტი რომ მოუშვათ. კაი, მოწოდე. ვინტი რომ მოუშვათ, წესით კლიპსაც უნდა მოიხსნას მიშა და გათავისუფლდეს მთლიანი. კაი, მეგონი ეგ არის. აი, სამოვიდა. აი, ძალიან კარგად პატარა ნახე, ამოწეული აქვს კლიპსას, რომ კორპუსში ჩაჯდეს და პატარა ლუფტი არ ქონდეს და ვინტი ინჟინრულად აქვს კაც ყველაფერი და კი, ერთი პატარა დეტალი და კლიპსას უკვე დასიკვდილებული არის. რამდენ ადგებოდა ეგ, რამდენზე აქ მომძრალი ხარ. არ მინდა ვთქვა. ვეროებს, ჩავესებს და მსგავსებს მიაქციეთ ყურადღება ახლებზე ვინტების უეშვება ხოლმე. ამით ლოკტაიტიც არ აქვთ ხოლმე. კაი. და აი, მოხდა ეგრევე. ეს მე მგონი მეც არ დამიშლია ეს დაბლ დეტენტი. კაი. აი მეგობრებო, მოდ პირველი რო გავითვალისწინოთ. ცალმხარეს არის ფოლადი. მოდი ესე დავდებ. კაი. რო აიღოთ ახლა დანისპირი არის ფოლადი მეგობრებო. და საკისარი ფოლადზე ნორმალურად კარგად მუშაობს. მეორე მხარეს ძირითადად ხდება ხოლმე საყელურები, იმიტომ რომ აქაც რო კარგად იმუშაოს საკისარმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხო საკისარმა შეიძლება თქვათ ადვილად დააზიანოს ძალიან ის ლაინერი იქნება თუ რა იქნება. ამ შემთხვევაში წაიხედავთ რომ აი პატარა საყელური გვაქვს. კიდე ერთი ადრე ხშირად მithქვავს ხოლმე რომ თქვათ უხეში მოხმარებისათვის ჯობია თქვათ საყელურებიანი. აი ეხლა უკეთესად აგიხსნით მე მგონი. აი ხედავთ რომ აქ პატარა ზოლი არის. ესე ირგვლივ დამუშავებული არის. ეს არის პატარა ბურთულები. აი საკისარი, არ ვიცი თუ გამოჩნდება ვიდეოში რომ ბურთულები არის. ეხლა რო წარმოიდგინოთ, აი გვერდით დატვირთვაზე, როცა დანას გვერდს დატვირთვას მიცემ, შეხების წერტილი აქვს, აი პატარა წერტილები აქვს. სულ რამდენი წერტილი არის, 8 ცალი ბურთულა არის, მე მგონი თუ რაღაცა. გვერდით დატვირთვას რომ მივცემთ, აი ეს წერტილები პატარა ძალიან დიდ დატვირთვას აძლევს საყელურებზე, ძალიან დიდ დატვირთვას და მე იცის თქვათ რომ პატარა რაკოინებს რო ვეძახით ჩაღრმავებების გაკეთება. თვითონ საყელურზე იქნება. თვითონ საყელურზე, ხო, თვითონ საყელურზე. და რაც მე მუშაობაზე აისახება. არ ვიცი რისი ბრალი იყო, რაიკზე მე არაფერი არ მაქვს სათქმელი, მაგრამ აი მაიკროტეკის ხაზი მე არ ვიცი საყელურებით აწყობს, გარეშე აწყობენ თუ ფოლადის ბრალი იყო თუ რა იყო. ჩაღოლული ქონდა? ანაქსზეც, სოკომბრაუსზეც და მატრიქსზეც სულ ხდებოდა რომ აი ეს ძალიან ადვილად მუშავდებოდა ხოლმე. ერთხელ იყო რომ თქვათ რამ მოიტანეს რომ დამივარდაო ერთხელ და აღარ მუშავდა, ჩახრიალებდა. და რო დავშალე, ნახე რომ სულ ესეთი პატარა ნაჭდევები ქონა ამ საყელურებს და ეხლა ნაჭდევებს მე რა სუზავ, ეხლა თუ რაღაცა ქარხმული ისევ საყელური არ შეუცვალე, მაგას ვერაფერს ვერ უზავ. აი გაითვალისწინეთ ეხლა ეს რო მასიური შაიბა არის, რა თქმა უნდა, მთლიან შაიბა რო ადევს, იქ რაც უნდა დაეცეს, რაც უნდა გვერდი დატვირთვა მიცეს, ეს დატვირთვა ნაწილდება მთლიან სიბრტყეზე და ვერაფერს ვერ უზავს. ამას ვეძახიან რომ აბო იმაშია ისო არა, ის სხვა არის. ამ შემთხვევაში აი ამაზე ვსაუბრობ, რომ აი განსხვავება თქვათ დატვირთვის მხრივ რამხელა სხვაობას გვაძლევს. ეხლა მეორე რაც მინდა თქვა კიდევ რომ ახლებს რო იყიდით ხოლმე, აი სანამ აი კალაპოტს გაიკეთებს თუ რა დავარქვათ, აი ამ ხაზს გაიკეთებს, სანამ დამუშავდება. დანას ჭირდება მოჯენა მოკლედ და თავიდან ახალი რო არის, ცვეთა აქვს, აი ამ საყელურს აქვს ცვეთა.
და შესაბამისად იცის ხოლმე რომ თქვა იმ ჭუჭყს მტვერს რაღაც შავს დაიგროვებს ხოლმე რომ მექანიკაზე აისახება. ნამდვილად. და იმიტომ რომ ეხლა სულ ახალს აქვს ბევრად მეტი დატვირთვა ამ საყელურზე, იმიტომ რომ შეხების წერტილი აქვს ბევრად ნაკლები. აი ბურთულა რო აიღოთ და სიფტყეს რო ეხება და ოდნავ ჩაღრმავებას თუ გაიკეთებს, ოდნავ ჩაღრმავებას რო დამუშავდება დროში, მე ის უკვე ნაწილდება ის დატვირთვა იმაზე. და უკვე რომ მოჯდება, მე აღარ ვწდება რა, ასე ვთქვა, ესეთი დავარქვა და თავიდან იცის რომ მოცვეთა და ის ფოლადი გროვდება და იცის ხოლმე რომ მექანიკაზე აისახება, რა ხდება ხოლმე ეგეთი შემთხვევებიც. ხო და კიდევ ვიტყვი რომ ეს ამ შემთხვევაში არის კერამიკული. კერამიკულებს არ ჭირდება დაზეთვა. კერამიკულები მუშაობს, ასე ვთქვა, მშრალზე. ფოლადისები და ფოლადისთან შედარებით კერამიკას უფრო მეტი რესურსი აქვს რა, კერამიკა არ წდება. კაი, მე მგონი არაფერი გამოვჩა მე. შეიძლება თქვა. ნუ მაგ უკვე სხვა თემაა, რატო დაგვარ. კაი, მოდი ჩავსვათ ეს ისე უკან და ეხლა ამოვიხოთ. ეს გვაქვს საკისარი. და მეორე მხარესაც იგივენერად იქნება მეგობრებო. საკისარი და შიგნით შაიბა იქნება ლაინერებში. კეთილი. ერთი რაღაცის თქმა მინდა კიდევ საკისრებზე. ეხლა ძალიან გამარტივდა და ძალიან ბევრი აკეთებენ საკისრებზე. აი როგორც სხვა ყველაფერში არის, როგორც აი მანქანა ქვია ყველაფერს, მაგრამ მანქანა უბრალოდ შეიძლება იყოს, ნაგავით შეიძლება იყოს და შეიძლება უმაღლესი დონესაც იყოს. იგივე არის საკისრების თემაში რა. ანუ ძალიან ბევრი და სკიფები კარგი არის, მაგრამ სკიფებთან ერთად დანაც უნდა გიწყობდეს ხელს, რომ თქვა ის გამოიყენო. ხო და დანარჩენი ეხლა შიროგოროვებით საკისრებზე არის და განზოებით საკისრებზე არის. აი განზოებზეც მინახავს რომ ესე გაუშვებ ხელს და ჩამოვარდება და შიროგოროვზეც გვინახავს, მაგრამ ნუ დამიჯერეთ მაინც ცა და დედამიწაა. ძალიან დიდი განსხვავება არის მაგ ყველაფერში. უბრალოდ ნუ საკისარი არის შედარებით ადვილად იხსნება, იკეტება. სხვა აი რო წარმოიდგინოთ, ნახეთ რამხნელი სიფტყი არის. არის ერთრეგიანი, არის ორრეგიანი და ხო, შიროგოროვ სამიანებიც აქვს. მულტიროლინგები არის, MRB-ს რა წერია. ეხლა უყურეთ, ანუ იდეალურად რომ მუშაობდეს საკისრების თემა. საყელურს ხო აქვს ორი სიფტყე. ლაინერს ხო აქვს ერთი სიფტყე. ახლა უყურე, დანასაც ხო აქვს ორი სიფტყე. და აქეთ ამ ხარესაც რო გამოვიდეთ, აქაც საყელური არის ორი სიფტყე და დანის პირსაც კიდე ერთი სიფტყე აქვს. რამდენი სიფტყე უნდა აეწყოს ეს პაკეტი იდეალურად ერთმანეთთან, იდეალურად, რომ იმან კარგად იმუშაოს. მუშაობით ახლა განზოც იმუშავებს და ისიც, მაგრამ დამიჯერეთ, როცა ყველაფერი ძალიან იდეალური არის, მაშინ უკვე სხვანაირი მექანიკა აქვს და სხვანაირად გძნობთ ამ ყველაფერს ხელში. ეხლა დაშილი გვაქვს და საკისრებზე მე მგონი ასე თუ ისე ვისაუბრე, საკისრებსა და საყელურებს შორის რა სხვაობა არის. ახლა ამას პატარა ვიღებთ მე. როგორ? ჰოლტს ვიღებთ, როცა იდეალურად არის ყველაფერი. როცა იდეალურად არის ჰოლტი. და ნუ რა თქმა უნდა, შიროგოროვებსაც ძალიან მაგარი აქვს. აი ძალიან ნენელა რომ მოძრაობს და სხვანაირად და ხელშიც აი ყველა სიფტყე რო ედება, მაშინ სხვანაირად ბრუნავს რა. ხო, კიდე ერთს ვიტყვი. როცა დანას ვაწყობთ ხოლმე რო არეგულირებთ საკისრების თემაში, იცოდეთ რომ აი ხელში თუ რაღაცა ბურთულების გადატრიალებას გრძნობთ, ესე იგი არის ძალიან დაჭერილი და აუცილებლად უნდა მოუშვათ, თორე დროთა განმავლობაში რა კოინებს გაიკეთებს. აი ოდნავ მეტად რო გადაუჭერ, უკვე ბურთულები და ეს მოყოლილი რო არის, უკვე რაღაცა ისე გადაბრუნებებს აკეთებს რაღაცნაირად ესე იჭედებასავით რა. მაგას მიაქციეთ ხოლმე ყურადღება, იმიტომ რომ შეიძლება რომ დააზიანოთ და უკვე აქ რა კოინები გაიკეთოს, იგივე ჩაღრმავებები და ეს კალაპოდიც უფრო სხვანაირად დაამუშავოს. და ბარემ დაშილზე აგერ დეტენზე ვთქვათ მიშა. დეტენზეც იგივე შემთხვევა არის, აქაც კერამიკული დეტენტები გვაქვს და კერამიკულმა დეტენტებმა ფოლადებზე იმდენად არ შემიმჩნევია, კერამიკულმაც თავიდან ახალი რო არის დანა. აი ეს, აი ხედავთ ხო, დეტენტის ხაზები რო არის. აი ეს სანამ მოცდება, იცის ხოლმე რომ იწებს ხრიალს. და უნდა ხოლმე ხშირად გაწმენდა, იმიტომ წეღარაც თქვი რა, რაც კალაპოც რო გაიკეთებს თავისას, უკვე დატვირთვა ნაკლები აქვს და ფოლადი ნაკლებად წვდება, მაგრამ ახალი რო არის და ეს ბრტყელი რო არის, თავიდან აი დაწოლით უკვე მაინც ცვითავს. და მაგ შემთხვევაში არის ხოლმე. აქაც კერამიკული დეტენტი ჯობია ფოლადისას, ფოლადი ბევრი შემოხვედრია გაწვითილი, ნუ კერამიკა არ წვდება. და დაზეთვაც შესაბამისად ამას კერამიკას არ ჭირდება ხოლმე და ნუ უკეთესად მუშაობს და უკეთესი მექანიკა აქვს ხოლმე. კაი მიშა. კითხვა თუ რამე გექნებათ კიდე საკისრებთან დაკავშირებით, დაგვიშვით მაგაზეც კითხვა, გაგცემთ პასუხს. დანარჩენი კი მიხეილ ავაწყობთ და ნახოთ. მიშა, სანამ ავაწყობთ, თავარი გამოგჩა. მე არ მგონია ხშირად დავშალოთ კიდევ. ეს არის დაბლ დეტენტი.
ორგანო ხო გა. კი, და რო იცი იცოდეთ. რომ მეც არ დამიხედია. ისე ხო, ორივე ორივე მხარეს მხრიდან. აქვს დეტენტი. რო იცოდეთ ეს დეტენტი, ანუ დანისპირი რომ ჩაკეტილი არის და თავისუფალ ვარდნაში არ არის. ეგ იმიტომ არის, რომ აი ეს ლაინერსაც ხო აქვს ესეთი ბურთულები და აი იმ ნასვრეთში რო ჩაჯდება, ხელს უშლის იმ დანისპირის თავისუფალ იმას და ოდნავი დაწოლით ეს რო არის, ოდნავი დაწოლით ბურთულა უკვე ვარდება შიგნიდან და მე იწყებს მოძრაობას. და იგივენაირი არის ამ ჩამკეტი მექანიზმზე, უბრალოდ გახსნილ მდგომარეობაში წორიცალი ნასვრეთი გვაქვს აქეთ. და გახსნილ მდგომარეობაში ერთ ბურთულა ჯდება ამ ნასვრეთში და ეგ იჭერს ამ დანისპირს თავისუფალ ჩავარდნისაგან. და დანარჩენი თითქოს რომ დავარტყავთ, როგორც გახსნის მდგომარეობაში არის სხვა ყველა დანაზე, რომ გახსნისას პატარა ძალდატანებასავით ჭირდება, რომ ეს ბურთულა ჩავარდეს, დაკეტვისასაც ამ შემთხვევაში ამას იგივე აქვს და ეგრე მუშაობს double detent სისტემა. დანების შემთხვევაში არის ხოლმე რომ სამხარეს აქვს ეს დეტენტები, არის ამ შემთხვევაში რომ ამას ორივე მხრიდან აქვს ეს დეტენტი. ორივე შემთხვევაში მუშაობს ნორმალურად დანარჩენი, ნუ ალბათ ახლა ამას შედარებით ცოტა შეიძლება მეტი დაწუხა დაჭდეს, იმიტომ რომ ორი დეტენტის ბურთულა აქვს. კაი, თუ რამე კითხვა გექნებათ და გამოგრჩა რამის თქმა, შეგვეკითხეთ მაგაზეც კი პასუხებთ მე. ავაწყოთ მიშა. ავატყოთ კი. კაი. მოკლედ ანუ აი ამ დაშლით უნდა დააწყობით და ამ მსგავსი ვიდეოებით დასკვნა უნდა გამოიტანოთ, რომ ანუ აი ზუსტად აი ეს მიკრო დეტალები ქმნის დანის ხარისხს, რომ თითქოს ერთი პატარა რაღაცა ნიუანსი იმხელა გავლენას ახდენს, რომ მექანიკაზე, ხმაზე, ასე შემდეგ და ის ბრენდები, რომელიც ამაზე ძალიან დიდ რესურსს ხარჯავენ, შესაბამისად მაგით უარი რო არიან მე Holti, Grimsmo, რა ქვია იმას, Roosevelt და ასე შემდეგ. ძალიან დიდი სხვაობა არის. ელემენტარული აი Grimsmo-ს აქვს განაკეთები ჩამკეტი მექანიზმი, frame lock-ი, რომ აი რამხელა რესურსი ჭირდება, წარმოიდგინე რომ ერთი 100 ტესტი ჩაატარო ამ frame lock-ზე, სუხარი როგორი უნდა იყოს, რამხელაზე უნდა იყოს, დახრის კუთხე როგორი უნდა იყოს, შეხების წერტილი რამდენი ქონდეს და სხვადასხვა ვერსიებს აკეთებდნენ და ტესტავდნენ დარტყმაზე. და ანუ frame lock-ებზე ჩემი აზრით რო ავიღოთ ალბათ 100-დან 99 ეს რო ჩავარტყა დაიკეტება. და ეგ ადამიანები ნუ ჩააყრნენ მაგას, მე არ ვთხოვს სიმართლე გითხრათ frame lock-ებს, რომ აი მაგაზე გათვლილი უნდა იყოს დარტყმაზე. მაგაზე არის სხვა დანები გათვლილი. მაგრამ ნუ აი ეგენი ესეთი პერფექციონისტები არიან, რომ მაგაზეს ატარებდნენ ძალიან ბევრი ტესტებს, გააფუჭეს ალბათ ერთი 100 დანა, მაგასაც არ აქვს მატერიალი დრო იცი რამდენი ჭირდება, რომ სხვადასხვა დანები აკეთო და ტესტები ატარო. და მე ვიღაცა გამოვა და რატო ღირს ეს დანა ძვირიო ხო, რა. კი ბატონო. ხო და არ იყიდო რა ძმა რა, დამთავრდა რა. კი ბატონო. так. აქეთაც ეს ჩავსვით და მგონი დაუტრევთ. ნუ და ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის პოზიცია მომეწონა რა, ძალიან მდიდარია, კი ყველაფერს იყიდეს რაც უნდა. მეო 1000 ლარზე მეცო დანაში არ ვიხდი, იმიტომ რომ არ მესმის მეტიო და არ ვიხდი. აგაშენო ღმერთმა. თუ არ იცი არ უნდა იყიდო. იგივე არა სურათები ვარ გესმოდეს და იყიდო რა. ხო, ტყუილა იყიდო და მე სხვასაც ჩვენო რომ ეს ამაქვს რა. არ არის ეგ დასაფასებელი, ეგ უფრო დასაფასებელია. ეგ არის მიშა. დანარჩენი. აბა გავხსნი დავკეტავ. დანარჩენი ლუფტი არ აქვს. ესეც მუშაობს ნორმალურად პირის ცენტრზე არის. აბა ნახოთ გიორგი. შევამოწმოთ გიორგი. ო. არ ვატყუებს გიორგი. ძალიან კარგი. კაი. ოჩა ეგ არის მეგობრებო, დავშალეთ ავაწყეთ. დანარჩენი ამ ტემპებით მე მგონი საინტერესო დანებს დაგვიშლი კიდე. შემდეგს რას დაგვიშლი? რატომაც არა. ნახოთ. დაწერო მოხმარებლებმა რისი დაშლა აინტერესებთ. ძალიან ძვირფასებს მოუწყოთ. ხო, არა, ეხლა კი ბატონო, გასაგები არის. იმ დღეს უყურეს ხოთა შორის ახალი CKF-ის დაშლას. და ძალიან იწვალა იმ საწყალმა რა. CKF-ის დაშლაზე? რატო? ო, საინტერესოა. ჩამიგდე. მოვჭით. ზოგი არის ერთ-ერთი რთულად დავშალე. აი ტაქტაილი მევერიკი დავშალე მე მგონი. მევერიკი რთულად აწყობილიდან აი ხო იდეალურიდან არის ხო რაღაცა, მაგრამ ეგრე მახსოვს რომ რაღაცა გამიჭირდა, იმდენი დეტალები და იმდენი რაღაცეები ქონდა, გამიჭირდა. და ეს ხო ნახე ორ ვინზე ძალიან მარტივად დაიშალა, აიწყო. კაი მეგობრებო, სულ ეგ არის მოკლედ. დანარჩენ დავშალეთ. არ დაგავიწყდეთ. ცოტა ვიჭურავით კიდევაც. დაელოდეთ ძალიან საინტერესო შემდეგ ეპიზოდებს, სადაც გავალთ ხო, იქნება. ქალაქიდან გავალთ, ასე ვთქვათ, ასევე საინტერესო სტუმრებს დაელოდეთ და წინ ცხელი ზაფხული გველის მეგობრებო. აბა, დროებით. მადლობა ყურადღებისთვის.